სხვათა შორის რამდენიმე ფაქტი ეს ერთი ფაქტი არ არის, მაგრამ უბრალოდ თვითონ ამბავია საინტერესო. რაშფორდზე ხო თქვით, რომ თავის კარიერაში პირველად მოიგო ტიპმა ჩემპიონატი ქვეყნის. და ლამინ იამალს აქვს უკვე ლა ლიგის 3 ჩემპიონის ტიტული. 3 ტიტული, სამგზის ჩემპიონი. ლამინ იამალი არის ესპანეთის სამგზის ჩემპიონი. რა გინდა, კიდე გაიმეორე. კრისტიანო რონალდო არის ორგზის. ხო. ანუ, აი. საგიჟეთია ეს სტატისტიკა ჩემთვის, მეგობრებო, რომ კრისტიანო რონალდო გოუთი უდიდესი ფეხბურთელი ერთ-ერთი ფეხბურთის ისტორიაში, ამას არ ვამბობ ახლა ირონიით და მიხვდებოდი ეხლა თუ არ ვიტყოდი ამას ირონიით, უდიდესი ფეხბურთელი ერთ-ერთი, რომელმაც 9 წელი გაატარა რეალში. არის ლა ლიგის, ანუ ესპანეთის ორგზის ჩემპიონი. 18 წლის ლაწირაკი ლამინ იამალი სამგზის ჩემპიონი. ესპანეთის. არის თუ არა ეს გიჟური სტატისტიკა შენი აზრით? კი. ნუ ტიპი არის სამგზის ჩემპიონი 18 წლის ასაკში. ისეთი გიჟური როგორც ნაჩოს რეგჯის ჩემპიონი გაკმოქებული. საინაშე მოატრიალა ნახე. ნაჩოს რეგჯის ჩემპიონი გაკმოქებული, ეგეც არანაკლებს გიჟია მოდი აღია. ანუ ფეხბურთის ისტორიაში ნაჩო ერთ-ერთი ყოველწლოვანი ფეხბურთელია, ყველა საგიჟეთია. ოღონდ თან ისი არ არის თან რომ არ თამაშობდა კი. რამდენი სამში მაინც მიიღო მანაც. ძალიან საკვანძო თამაშებში ერთ შემადგენლობაში. კი, სამში მაინც. გულწმინო 6-დან. კი. ხო. მაგრამ 18 ასაკში სამჯერ ესპანეთის ჩემპიონი გახდები? არა, ყოს გიჟია მართლა. ხო და ლა ლიგაზე ფაქტები რა მინდოდა მე თქვა ერთი კარგი. აბა გისმენთ ბატონი ვახტანგის გარდა იმის რომ სამგზის ჩემპიონი, კარგი სამგზის ჩემპიონია უკვე იამალი რაც ძალიან დიდი ხანი გაჩერდით სხვადასხვა სრული საგიჟეთია. არა, ეს სტატისტიკა არის ეს ფაქტად გითხარით. რატო? ერთ ამას ვიტყვი რომ რეპორტაჟის დროსაც რა, როცა მივყავდა ხოლმე თამაშები, ტატო რაღაცას იტყოდა რომ აი მაგალითად ასტონ ვილას არ გაუტანია გოლი 12 თამაშია სიტყვაზე. ამას რო იტყოდა თუ გვერდზე ეჯექიდა ან ესე არის ზამდი რომ ან არ ეტყოდი რომ ვა ტატო მართლა მაშინ აი ეს პაუზა იქნებოდა ასტონ ვილას არ გაუტანია 12 თამაშია წარმოიდგინეთ ასტონ ვილას 12 თამაშია მე წუთებში იტყოდა ამდენი წუთია ამდენი საათია ანუ დეკემბერში დაიწყო მე გეტყოდა რომ ესე ანუ სანამ არ ეტყოდი რომ ვაუ ტატო მართლა ეგ რეპორტაჟების დროს არ ვარ ეგ ცხოვრებაში ეგ ცხოვრებაში რეპორტაჟების დროს ნუ აი კაროჩე თუ ცოტა მე 5 წუთი შეელაპარაკა მაგაზე თუ სათანადო რეაქციას არ მისცემდი და ეხაც იამალზე 3 თამაში სამჯერ მოიგოს ამ წელი ის არა გავიგეთ 3 წელიწადში არა უცნაური არ არის 4-ში ნუ 18 უცნაური რა 16 წლისაა ტიპი და კრისტიანო რონალდოს ორჯერ აქვს მოგებული სულ ამიტომ მე აუცილებლად სამჯერ 18 წლის ასაკში პიზდა ატო თუ რაღაცას გააძრებდა ხოლმე რაღაც სტატისტიკას თუ თამაში მივყავდათ ხოლმე ისე შევიცხადებდი ხოლმე რომ ვა მეთქი ეს საიდან მოგეკე ეს ყველაფერი რომ ძალიან ცოტა ხანი ჩერდებოდა ხოლმე ეხლა კაი გეტყვი ფაქტებს მაშინ აბა რაშფორდმა რო ჯარიმიდან გოლი გაუტანა რეალს აბა სულ რაღაც მესამე შემთხვევა იყო 21 საუკუნეში როცა ბარსელონას ფეხბურთელმა რეალს გაუტანა გოლი ჯარიმიდან აი მესის აქ ერთი ნახდათ მესი იყო ბოლო UEFA 12-ში ხო ანუ 14 წელი ბარსას აი 14 წელი კასილას გაუტანა ბარსას ფეხბურთელს არ ქონდა ჯარიმიდან გოლი გატანა მაგარი გოლი შეუგდო ამანაც მაგარი გოლი შეუგდო ყველა ტურნირზე რა მესამე ჯარიმიდან გატანილი მესამე გოლი 21 საუკუნეში ყველა ტურნირზე რეალის გარშე ბოლო იყო 2012 ოქტომბერში მესის მიერ გატანილი კამპ ნოუზე და ჩავის ეს გოლი მახსოვს იმიტომ რომ დაჟე მახსოვს სად ვიყურებდი მაგ თამაშს ბებია ჩემთან ვიყავი აბაშიძეზე სახლში და ღამე მეძინა, ეგ ლოგინში ვიწექთ რაც ისე უყურებდი და მახსოვს რომ ეგ გოლი რო გავიდა შოკის მაგვარი მომენტი მქონდა, იმიტომ რომ არ ველოდი რა, ძალიან ცუდი ბარსელონა იყო. ნუ ძალიან ცუდი შეება არა, მაგრამ აი იმედი არ მქონდა არაფრის რა, მაგ თამაშს რომ მოვიგებთ, მაგის იმედი არ მქონდა. აი ეს იქნება. რონალდინიოს აახო დაწერეს ჩატში შეჩემოდა. არ მახსოვს ეგ რავი. 4-2-ზეო და მე. ესე გიტყუება ისა რა ქვია. ხო, რონალდინიოა. ხო, ამახსენდა კი. გამახსენდა და ვნახე და ჩავის გოლი რა ჯანდაბაა 24-ში შესტნი რო გააგდეს მან გაიტანა როდრიგო აი ხო მაგ აი არ მახსოვდა ხო არ მახსოვდა კაი შემდეგი სტატისტიკა გამოვიჩ დიდი ხანი ჩერდებით ხოლმე რეალთან შეხვედრაში ფლიქს ყავდა 9 ესპანელი ძირითადში რაც არასდროს მომხდარა კლასიკოში 21 საუკუნეში.
ვა, მართლა? ორაგაში აგიკვირშე, ჩემო 9 ესპანელი. რა მიკვირშე, ჩემო 2010-ის პერიოდში ისა მთელი ესპანეთის ნაკრები მაგრამ მინიმუმ ერთი მესი იყო ხოლმე იქა და უცხოელი კიდე იყო ვიღაცა რამდენიმე. ჩავინიეს და ბუსკეტსი იყო ხოლმე. ბატონო. პედრო, ვილა და მესი იყვნენ ხოლმე წინ. დაცვაში პუიოლი პიკე და ის აბიდალი და ის აბუჭა ტერშტეგენი ყოფილი. დანიალუეში. ტერშტეგენი მაგდოს არა. იყო. ვალდესი იყო მაგდოს. მაშინ აბიდალი იქნებოდა. ხო, 9 ყოფილა რა. დანიალუეში და აბიდალი იქნებოდნენ. ოპერაცია შევა გამეორებაა რეკორდი. შევა ერთ პირველი რეკორდი არა, შევა გამეორებაა, მაგრამ ნუ ვა 21 საუკუნეში ამაზე მეტი არ ყოფილა რა. მე ხალხს იყო 9 ფეხბურთელი. კანსელო იყო უცხოელი და ისა. რაშორდი. ხო? კანსელო ძირითადად იყო გაც. ხო. ფლიკი გახდა მეოთხე მწვრთნელი, რომელმაც პირველ ორ სეზონში მოიგო ლა ლიგა ბარსელონაში 21 საუკუნეში. ალგისმენდი ბოდიში. ფლიკი გახდა მეოთხე მწვრთნელი, რომელმაც პირველ ორ სეზონში ზედიზედ ორჯერ მოიგო ლა ლიგა ბარსელონაში. რაც როდაპიქტე კი არ არის, ანუ მიუჩვევლები არ ვართ ამ ყველაფერს და გასაგებია გვახსოვს ყავს გვარდიოლა კი მოიგო პირველ ორ სეზონში, ლუის ენრიკე კი, ერნესტო ვალვერდე კი, მაგრამ როდაპიქტე მაგარი გიჟური სტატისტიკაა ესეც. რომ მწვრთნელი მოდის და პირველ ორ სეზონში იგებს ჩემპიონობას და მეოთხედ მოხდა უკვე. შენ კიდე ისო რა ქვია როგორ დინამიკა ისე მიდისო რომ არ არის შემცირებული. ცოტათი მცირე არა, მაგას გეუბნები რომ საბეტლება გაქრო ძალიან და შემცირებული იყო და ამას არც შემცირებული. აბა რეალისტური ნახე, back to back La Liga რო აქვს მოგებული მინდა. ხო, ბოლოს არ ვიცი. ვინ იყო? არავინ. ძალიან დიდი ხნის წინ. არავის არ მოუხია ზედიზედ კი არა, ვიღაცები თვეებით იყვნენ რეალში. ზედიზედ რეალმა ბოლოს მოიგო, აი იმაში. 6 და 7 ხო. კაპელო იყო 7-ში და 6-ში ვინ იყო? და მაგის წინ მე მგონი ბოლოს მოგებული ხომ 80-იანებში. 89-ში ხო? ზედიზედ რომ მოიგეს, რა, ბუტრაგენიოს პერიოდში რომ მოიგეს 5-ჯერ ზედიზედ, მაშინ ეკრემოდა. სირცხვილი. ერთ-ერთი მიზეზი ის გამზ რეალი ესე უსწრებს ბარსელონას არის ის 25 წლიანი პერიოდი, როდესაც ბარსელონა ერთხელ გახდა სულ ესპანეთის ჩემპიონი. 1960 ფეხბურთში ხო ესეთ რაღაცები ხდება. 84 კაცმა არის შეიძლება რეალმა ვაფშე აღარ მოიგოს ლა ლიგა, არ ვიცი. არა, მორცხულია გამო. კაი, გადავიდეთ რეალი ბარსადან ორ სხვა გუნდზე. ბილბაო უკვე 17 თამაშს წააგოს ფოთაშორის ამ სეზონში. და მაგალითად გასავარძონასთან ახლოს არაა, მაგრამ 17 წაგება აქვს და რეკორდია 35 ტურის მერე ამდენი წაგება. ამ გუნდისთვის. და ყველა დროის ანტირეკორდი, ადრეც ხონდა რა, 2005-6 წლების სეზონში ხონდა ეგეთი. ყველა დროის ანტირეკორდი არის 18 წაგება. ძალიან ახლოს არის, რომ ყველა დროის თავისი ანტირეკორდი გაიმეოროს ბილბაომ. 3-ჯერ არის დაფიქსირებული ეგეთი ფაქტი, რომ 18 თამაში წააგეს სეზონში. არა და რა მოვიდა. გადახედო კატასტროფული და ცუდი სეზონი გინდა თუ არა არა გუნდს, იმიტომ რომ შეუულია რომ ევროტურნირებზე გავიდეს. ახლოსაა რა ევროტურნირების იმასთან საგზურთან. თავისუფლად რაც პერიოდი ჩემპიონთა ლიგისთვისაც იბრძოდა, მაგრამ ძალიან ბევრი წააგეს ბოლო დროს. და ანალოგიური სტატისტიკაა, ასევე სტატისტიკა 2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს მივაკლით, მადრიდის ატლეტიკოს ამ სეზონში 61 თამაში 19 წაგება აქვს და 21 საუკუნეში ამაზე ცუდი შედეგი გუნდს ჰქონდა მარტო ერთხელ სიმეონემდე პერიოდში 2009-ში 10 წლების სეზონში. თორემ სიმეონეს პერიოდში ეს არის ყველა დროის ყველაზე ცუდი სეზონი ატლეტიკოსთვის. ამდენი თამაში არასდროს წაუგდით. ისა გამოგზავნეს ჯგუფში ჩვენთან დიეგო სიმეონეს ის გრაფა რა ყველაფერი წაგებული აქვს და ყველაზე ანაზღაურებადი მწვრთნელიაო თან მიაწერეს და ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც ყველაზე ანაზღაურებადი რადგან არის, უნდა მოეთავო, იმიტომ რომ ის რომ ყველაზე ანაზღაურებადია, ეგ მაგის დამსახურებაა პირველ რიგში, ანუ კი არ მივიდა ვიღაცას კი არ მოაჯდა. იმას რა. ეხლა ატლეტიკოს შემდეგი მწვრთნელი ვინც იქნება, ეს მაღალი ანაზღაურება იქნება, მაგრამ შეუძლებელი იყო იქამდე სიმეონე სანამ მივიდოდა ატლეტიკოში, ან სტატისტიკები და ანგარიშები ნახეთ უბრალოდ. ატლეტიკო ყოველთვის ჟღერდა, რომ ატლეტიკო კაი გუნდია, ლიგის ფინალი აქვს ნათამაშები. მაგრამ ჯერ გავარდნილი იყო ხო იმაში რა ქვია სეგუნდაში და იყო დასაწყისში საუბრობ. ხო, მაგრამ მაინც რა, ანუ ეხლა ატლეტიკოს დაირი გუნდისთვის გავარდნა, არ არის რა პატარა ამბავი და. არა, ეგ ხოთან ის ხო ჩემი საყვარელი სეზონია. სევილია ბეტის ატლეტიკო. ხო, ერთად რო გავარდა. და მერე რამდენი წელი რეალთან 11 წელი თუ 12 წელი ის ჰქონდათ რა, სუაგებდნენ. მეტი კაცო. 18 წელი არ გქონდათ მოგება. 18 იყო. 96-დან თუ რაღაც არ გქონდათ 2013-14-მდე რაღაც პერიოდში. ლიგაში. და მოკლედ. მე ადგა ეს კაცი და აყენა მაგარი გუნდი, მაგრამ 2000
18 წელს სადღაც Silk-ში მქონდა შებ უფრო ადრეც. გავშვებული live, Facebook live. აი ჩვენი გადაცემების წინამორბედი რაც იყო, ხვთავდით ხოლმე თამაშების მერე თამაშების წინ. თუ გახსოვთ მაქედან Octopus-ის Facebook გვერდზე ირთვებოდა ხოლმე live. პავლიკა, მე და ტატო ვიყავით მაგ live-ში და პავლიკას უმტკიცებდით, რომ სიმეონემ დროა ჩაალაგოს და წავიდეს, იმიტომ რომ ამოწურა თავი. და პავლიკა იცავდა ბოლომდე პატრიცემულ დიეგოს, რომ არაო, უნდა იყოსო ჯერო. ნუ ეხლა თუ ესე შეხედავ, ლა ლიგა მოიგო კიდევ ერთხელ, მაგრამ რა ვიცი. განსაკუთრებით ერთი მოგებაც ლა ლიგის ძალიან დიდი ამბავია, მაგრამ პანდემიის დროს რომ მოიგო, ამ რეალს და ბარსელონას ჰქონდათ, აი ვაკო ის კარი გაუღერა. 2014-ში რაც მოიგო, იმასთან შედარებით ან მე-10-ია რა მაგის. არა, ხო. და ნუ ზოგადად მართლა რომ გადახედო ბოლო 15 წელიწადში ცოტა სასაცილო ჩანს მართლა ის ერთი ჩემპიონობა რაც აქ მოგებული. 15-ში კი არა, ბოლო 12 წელიწადში. 2014-დან მოყოლებული. ხო. ეგ არის რა, თორე ის რომ თამასა რომ ესე აიწია რომ ეს დაცინვადია, თავისუფლად დამსახურებაა. კი. ეს არა ის შემთხვევა რომ აი შენ რაც გეუბნებიან რომ წადიო გადავწოს ამ გადაცემიდან და რაღაცაო და შენი გადაცემა რო არის და ახლა ეგეთ მონტია რა. იმ კაცის გაკეთებულია ეს ყველაფერი. ნუ ახლა კი ატლეტიკოზე ცოტა ისეთი სათქმელია რომ ისტორია როგორ არ ქონდა, მაგრამ ჰა? ხო, ისტორია ძალიან დიდი ქონდა მაგუნდზე, რა თქმა უნდა, და ერთ-ერთი ისტორიული გუნდია, მაგრამ იმდენად დიდი ჩავარდნა ქონდა და იმდენად სულ დღეში იყო, რომ სიმეონეს დამსახურებაა, რომ ეგ ამბიცია გაჩნდა, რომ 12 წელიწადში მარტო ერთი ჩემპიონობა რატო გვაქვს? იტალიის ფაქტებს გეტყვი ჯერ. მიდი აბა გიშო. სერიაში დებიუტი ხო დანცი აღარ არის. სერიაში დებიუტის მერე 21 ტურში ქონდა დებიუტი. მარტო ჰარი კეინს აქვს იმაზე მეტი გოლი გატანილი ევროპის წამყვან ჩემპიონატებში, ვიდრე დონიელ მალენს. კეინმა გაიტანა 13 გოლი ამ პერიოდში და მალენმა 12. ცოტა ადრე რომ დაიწყო ბომბარდირებაზე გაიქაჩებოდა, იმიტომ რომ ლაუტაროს აქვს 17, მაგრამ ერთად ბომბარდირი ხდება. რომამ გაუტანა პარმას 100 წუთსა და 2 წამზე და ეს ბოლო 20 სეზონში ყველაზე გვიანი გოლია რომას მიერ გატანილი. სერიაში. დუშან ვლახოვიჩმა პირიქით მე-12 წამზე გაიტანა და ეს არის იუვენტუსის ყველაზე სწრაფი გოლი ბოლო 20 წელიწადში სერიაში. ვიდალის რეკორდი მოხსნა, რომელმაც 2012 წელს გაიტანა 18 წამში. ისე რა იქნება, უფრო მალე იქნება ხა არ ვიცი. სერიაში ბოლო 20 წელიწადში ამაზე სწრაფად მარტო ლეაოს და ლოსანოს აქვს გატანილი, მე-6 წამზე გაიტანა ლეაო და მე-9-ზე ლოსანო. ჯოვანი სიმეონეზე გითხარით, ტორინოს მეორე ფეხბურთელია სულ ეს 5 საშინაო შეხვედრაში გაიტანა გოლი და ატალანტამ რომ მოუგო მილანს, ზედ მეორე მოგება იყო სან-სიროზე, იმიტომ რომ შაშანაც მოუგეს 1-0 და მეორე შემთხვევაა სულ როდესაც მილანს სტუმრად უგებს ატალანტას ზედიზედ 2 ან მეტ თამაშს 1953 წელს ჰქონდათ მოგება 3 ზედიზედ. მენაყლე ფაქტები რა. ხა, ისე როგორ. თქვენთვის ყლე ფაქტებია. ეკითხეთ ბუნდესლიგა დამჩა. ბუნდესლიგის ფაქტები. ბუნდესლიგაში ინტრიგა არის ხოთა შორის საკმაოდ სერიოზული თან. ნუ გასაგებია რომ ჩემპიონი ცნობილია და ყველაფერი გარკვეულია მაგ კუთხით დიდი ხნის წინ იყო გარკვეული. სამაგიერო ძალიან მაგარი ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის აგზურისთვის. შტუტგარტი ლევერკუზენი იყო ხა ამ ტურში. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო, იმიტომ თანაბარი ქულები ჰქონდათ. შტუტგარტს, ლევერკუზენსაც და ჰოპენჰაიმსაც. და რეალურად ეს სამი გუნდი იბრძვის ერთი საგზურისთვის. მოუგო შტუტგარტმა ლევერკუზენს 3-1. საერთოდ ძალიან კაი გუნდია წელს შტუტგარტი. მშვენიერ ფეხბურთს თამაშობს, უნდა ვიცი, საოცარ ფორმაშია, ძალიან ბევრ გოლს იტანს. დემიროვიჩი არის ძალიან მაგარ ფორმაში ასევე. და ჰოპენჰაიმაც მოიგო. და ვითარებ ახლა ისეთი რომ ლევერკუზენი დამთავრდა, ვეღარ გავა ჩემპიონთა ლიგაზე, ნუ სასწაული უნდა მოხდეს, შტუტგარტმაც უნდა წააგოს და ჰოპენჰაიმაზე თვითონ მოიგოს. რაც ნაკლებად სავარაუდოა რომ მოხდეს და შესაბამისად შტუტგარტს და ჰოპენჰაიმს აქვს შანსი რომ მოვითამაშონ ლიგა და ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე კაი შანსი მაინც შტუტგარტს აქვს, იმიტომ რომ +22 აქვს ბურთები და ჰოპენჰაიმს აქვს 17. მაგრამ ნახე, შტუტგარტი ხვდება სტუმრად აინტრახტს. რომელსაც ჭირდება იმიტომ რომ კონფერენს ლიგაში შეუძლია გავიდეს კი ბატონო და ჰოპენჰაიმი სტუმრად ხვდება გლადბახს რომელსაც არანაირი мотиваცია აღარ აქვს. ამიტომ უფრო მეტი შანსი მაინც ისა რომ ჰოპენჰაიმმა მოიგოს თავის თამაში და შტუტგარტს ცოტა გაუჭირდება. ჰოპენჰაიმი თუ ნახეთ ლიგაზე კაი იქნება ეგეც, მაგრამ შტუტგარტი ჩვენიერი გუნდია და მაგასაც სიამოვნებთ ნახავდი ჩემპიონთა ლიგაზე. ქვემოთ არის სასწაული ამბავი, ვილაპარაკეთ ცოტა ხნის წინ თქვით კიდეც რომ
ჰაიდენჰაიმს შეენარჩუნებინა ბაიერნთან უპირატესობა და მოეგო ეხლა საერთოდ საოცარ მდგომარეობაში იქნებოდა, მაგრამ ურიგო სიტუაციაში მაინც არაა. ამ ეტაპზეც მით უმეტეს ძალიან კარგი იყო ის რომ კელნს მოუგეს 1-11 ბურთით. იმიტომ რომ ახლა მიიღეს ეს სიტუაცია რომ თუ ის და ზანგტ-პაული მაგალითად ბოლო ტურში მოიგებენ თანაბარი სხვაობით, მაინც ჰაიდენჰაიმი დარჩება და საოცარ ინტრიგაა გვემოთ ვოლფსბურგს ჰაიდენჰაიმს ზანგტ-პაულის აქვთ 26 ქულა. მოგეხსენებათ, გადაწყვეტილია რომ ეს სამი გუნდი გავაბოლოს ამ ადგილზე, ოღონდ უნდა დაალაგდნენ ვინ გავარდება პირდაპირ და ვინ დარჩება, ვინ თამაშობს პლეი-ოფს. ხო, და ვოლფსბურგს აქვს -26 ბურთები. ჰაიდენჰაიმს -29, ზანგტ-პაულის -29. ოღონდ ჰაიდენჰაიმს მეტი გოლია გატანილი. და ბოლო ტურში ჰაიდენჰაიმის სახლში ეთამაშება მაინც, რომელსაც არანაირი мотиваცია არ აქვს და ვოლფსბურგი და ზანგტ-პაული ერთმანეთში თამაშობენ. აქ ამბავი ისაა, რომ თუ ზანგტ-პაული ვოლფსბურგი პრემორჩა ჰაიდენჰაიმმა მოიგო, მაშინ ჰაიდენჰაიმი გავა მე-18-ზე და ვოლფსბურგი და ზანგტ-პაული გავარდებიან. თუ ზანგტ-პაული მოიგო, თქვათ მინიმალურად და ჰაიდენჰაიმაც მოიგო მინიმალურად, მაშინ მაინც ზანგტ-პაული და ვოლფსბურგი ვარდებიან და ჰაიდენჰაიმი გადადის მე-16-ზე. მაგრამ თუ მაგალითად ვოლფსბურგმა მოიგო და ჰაიდენჰაიმმა მოიგო, მაშინ დიდი ალბათობით ვოლფსბურგი დარჩება და ჰაიდენჰაიმი გავარდება. ოღონდ თუ ვოლფსბურგმა მოიგო 1 ბურთით და ჰაიდენჰაიმმა 4-ით, მაშინ ჰაიდენჰაიმი დარჩება და ვოლფსბურგი გავარდება მაინც. ასე რომ ეგეთი ცოტა ისეთი და მეორე ბუნდესლიგაში ეგეთი სიტუაციაა, რომ შალკე გადმოვიდა, ელვერსბერგს, ჰანოვერს და პადერბორნს აქვს თანაბარი ქულები, ელვერსბერგი მინსტერს ბოლო ადგილოსანს და თუ მოიგებს ეგრევე გადმოდის მეორე ადგილზეა და ჰანოვერიან პადერბორნი იქნება მე-16 ადგილოსანის ბუნდესლიგაში ვინც მე-16 ადგილზე გავა, იმის მეტოქე. რაც შეეხება გერმანიის ფაქტებს, ნიკლას ზული ამთავრებს კარიერას ხოთეშურის 30 წლის ასაკში. დაამთავრა. ხო, კარიერულად ტრავმები ჰქონდა ბოლო პერიოდში, ამიტომ გადაწყვიტა. ნახე როგორ დაამთავრა თან? ხო. ფულსამოწყვილების ის ნახე. არა. აბა. ბურგერები რო ჭამო. არა, ეგ არ მინახა. ხო რა, უკვე შეიძლება რომ თავისუფლად შეჭამ რაღაცაებიო და ვიდეო იყო. ხო და ითამაშა ახლა ბოლო ტურში, ხო? კი, 90 წუთზე გამოვიდა ზულებაზე რეჯიანის ნაცვლად. მე-300-ე თამაში ჩაატარა ზულემ ბუნდესლიგაში და ესეთი ლამაზი რიცხვით დაამთავრებს კარიერას. გერმანელი მცველი. იბუყნავა, აა. ფემელია, ისაც არ აყალდა ზომა. რეჯიანის ნაცვლად გამოვიდა ზულე და მე-300 თამაში ჩაატარა ბუნდესლიგაში და ბოლო ალბათ და რეჯიანიმ ხოთაშორის ამ სეზონში გაიტანა და იტალიელი თინეიჯერია და ამ ტურში შეაგდო კიდე სამუელ ინასიომ. საკმაოდ საკაიფო გოლი გაიტანა მეორე იტალიელმა თინეიჯერმა და ეს საინტერესო ფაქტია ერთი, რომელიც აკავშირებს ერთმანეთთან ბუნდესლიგის და იტალიის ფაქტებს. ამ სეზონში გამოვიდა რომ ორ იტალიელ თინეიჯერს აქვს ბორუსიას რიგებში გოლი გატანილი. სერია A-ს კლუბებში გოლი გატანილი აქვს სულ 3 თინეიჯერს. არის ხო პასუხი მეგონი კითხვაზე, რატო უჭირს იტალიას და რატო ვერ გადის მსოფლიოს ჩემპიონატზე. ან მარტო ბორუსიას რიგებში ორმა თინეიჯერმა გაიტანა იტალიელმა და სერია A-ს კლუბებში 3 აქვს სულ გოლი გატანილი. მილანი, ჯენოა და ლეჩია ეს სამი გუნდი. პირველი შემთხვევაა ბუნდესლიგის ისტორიაში, როდესაც ბოლო 3 ადგილოსანს თანაბარი ქულები აქვს ბოლო ტურის წინ. აქამდე ეგეთაც არ მომხდარა. დენის ზუნდაუმმა მე-19 გოლი შეაგდო და თავისი რეკორდი დაამყარა პირადი. და სულ არის ეს მე-3 კი არა და ამ საუკუნეში მარტო ორმა ფეხბურთელმა გაიტანა შტუტგარტიდან უფრო მეტი გოლი ერთ სეზონში ვიდრე ზუნდაუმმა ეხლა. პირველი იყო მარიო გომესი 2008 წლების სეზონში 24 შეაგდო მაშინ გომესმა და მეორე გირასი რომელიც შარშან წინ გაიტანა 28. ბომბარდირი ვერც ერთ ვერ გახდა, ოღონდ ისე როგორც ვერც უნდა ვიხდება ახლა. იმიტომ რომ გომეს გადაასწრო ორმა კაცმა ერთად. აბა თუ გასულ 2008 წლების სეზონში ვინ იქნებოდა? გრაფიტე და ჯეკო ხო, გრაფიტემ და ჯეკომ გადაასწრეს მაშინ გომეს და გირასის გაასწრო კეინმა. და ახაც კეინი უსწრებს თან ძალიან უსწრებს. თან კეინმა ისე გაასწრო რეკორდით. ხო რეკორდი დააყარა მართლაც მომან. და აქაც გირასის გეადა უნდა ძალიან ბევრი უსწრებს ასევე კეინი. და კრამარიჩმა, რომელიც ლეგენდაა აბსოლუტური ბუნდესლიგის, მოქმედ ფეხბურთელებს შუაშორის საუკეთესო ბომბარდირი 140 გოლი აქვს ისე კრამარიჩს გატანილი, აი ამ თვალსაჩინო შუა შეუმჩნევლად 140 გოლი დააგროვა უკვე ბუნდესლიგაში და მე-5 სეზონია, როდესაც
20 ქულა აქვს კრამარით გოლს პლუს პასის სისტემით. 14 გოლი გაიტანა და 6 პასი გააკეთა წელს. და რაც ეს დათვლა ხდება ამ სტატისტიკების აქტიურად 2004-5 წლების სეზონიდან მოყოლებული, ამაზე მეტჯერ სეზონი 20 ან მეტი მონაწილეობით გოლში, ასე ვთქვათ. დასრულებული აქვს მარტო ლევანდოვსკის და მიულერს. ლევანდოვსკის 11 სეზონი აქვს ისეთი ჩატარებული, სადაც ბუნდესლიგაში, სადაც გოლს პლუს პასით ჰქონდა 20 ქულა ან მეტი და ტომას მიულერს 9 სეზონი აქვს ეგეთი. და მე კრამარიჩი მოდის 5 ეგეთ სეზონით. მართლა ლეგენდაა ეს კაცი, მართალია იმაში არ გამოუვიდა დიდად თამაში პრემიერ ლიგაში, მაგრამ ბუნდესლიგისთვის